და იდეალური დედობა შეიძლება იყოს, რომ არ გააკეთო წვნიანი. არ ვიცი, ერთ დღეს გამოიცა ხო პიცა და ამ ბავშვთან ერთად ეს პიცა ისე კარგად დრო ისე კარგად გაატარო, ეს 20 წუთია თუ 30 წუთი და დაამახსოვრო. რომელ ბავშვს რომ გახსოვს, ყველაზე მეტად რა გახსოვს? ემოციური კომუნიკაცია მშობლებთან თუ რა საჭმელს გიკეთებდნენ. მე ვიყავი იქ დარჩენილი, საბაზისო იყო კარგი დედობა და რა ემოციური კავშირი. დღეს მე, როდესაც შესაძლებელია ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე დაჩისთან ინტენსიური არ ვიყო ფიზიკურად. ემოციური კავშირი იყო ყველაზე დიდი. და წავიდა დანაშაული შეგრძნება. და დაჩი წავიდა, არ ვიცი, აი 7 წელს არის და 4 წელია დაჩის სიცხე არ ქონია, ვირუსი არ ქონია. შესაძლებელია რომ გაუხმოვდე, ქონდა კიდევ, მაგრამ მე აღარ მახსოვს საგან გაშნი, თორე ვიცი რომ რაღაცა ვირუსია თრელს შემოვა, გავა. ამას აზრს აღარ ვენიჭებდა ძალას. და აი მანდ დავახლოვდით მე და ჩემი შვილი, რომ 3 წლიდან მოხდა ჩემი მასთან კომუნიკაცია ემოციურად და არა ფიზიკურად. 3 წელი ვიყავ ფიზიკურ კომუნიკაციაში.